მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ აღასრულა. მოგეხსენებათ, რომ წლებია უკვე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები ვიხდით პანაშვიდს 9 მაისს ყველა იმ ადამიანის სულის მოსახსენებლად, ვინც მეორე მსოფლიო ომში ეწირა, დარწმუნებული ვარ და ნამდვილად ესეა, რომ ყველა ოჯახს ყავს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ადამიანი, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ პროცენტულად საქართველო იყო პირველ ადგილზე გარდაცვლილი ადამიანებით და ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ყველას შეეხო მეორე მსოფლიო ომი მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოს ჩვენ ვიცით, რომ უამრავი გაჭირვება გაიარა ჩვენმა ერმა და ეს თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს შეეხო მეორე მსოფლიო ომი საქართველოში და ღმერთმა მოიხსენოს ყველა ეს ადამიანი, ვის თავი გაწირა და ღმერთმა მოიხსენოს ყველა ეს ადამიანი, ვისაც შეეხო ეს გაჭირვება. ბევრს იქარო ომია, მაგრამ აქ ძალიან მძიმედ გადაიტანეს შემდგომად ზოგმა ოჯახის წევრი დაკარგა, ზოგმა უახლოესი ადამიანები დაკარგეს და ღმერთმა ყველა მოიხსენოს და ყველა აცხოვრეს.